ბიოქიმია ეს არის საგანი, რომელიც შეისწავლის ცოცხალი სისტემის ქიმიას. ზოგიერთი ამბობს ხოლმე, რომ აი ქიმია, მე არ ვიცი ქიმია, კარგად არ ვიცი ქიმია, ხა შეუძლებელია ხო ქიმიასთან შეხება არ გქონოდეს, სკოლა დაამთავრე, შემდგომში უნივერსიტეტში ისწავლე ქიმიის შესწავლე, ისწავლე ქიმია ბიოლოგებისათვის ხო და შეუძლებელია შენ ელემენტარული შეხება არ გქონოდა ქიმიასთან. იმიტომ რომ როდესაც ამ დროს ამბობ ადამიანს რომ მე ქიმია არ ვიცი, შენ ამითი გარკვეულწილად ჩრდილს აყენებ იმ სამ ეტაპს, რაც აქამდე გაიარე. მაშინ როგორ ჩააბარ? ეს ერთი საკითხი. ხო მეორე ზოგს უყვარს ხოლმე თქვა რომ აი ქიმია სოდნა არ მაქვს და ამიტომ ვერ ვძლევ ბიოქიმიას საგანს. ესეც იცოდეთ რომ არ არის ფლად რელევანტური ახსნა. რა თქმა უნდა ქიმიის გარკვეული ლოგიკის ახმა არის აუცილებელი, მაგრამ დამერწმუნდეთ რომ ის ქიმიის ნაწილი რაც თქვენ ბიოქიმიაში გჭირდებათ, შესაძლებელია რომ აი აქაც შეისწავლოთ რამ ხრივ, ანუ ის არსებული ცოდნა გაიხსენოთ და მასზე დააშენოთ გარკვეული ახალი ცოდნა. იმიტომ რომ თქვენ უკვე იზრდებით ხომ თანდათან ეხლა პირველ კურსელი პირველ სემესტრში რომ შემოდის სხვანაირად უყურებს გარკვეულ საკითხებს და სხვანაირად სწავლობს, თქვენ უკვე საკმაოდ გამოცდილები ბრძანდებით სწავლის პროცესში, შესაბამისად თქვენ ამიტომაც გაქვთ ზუსტად შეძლების დაგვარად უფრო გართულებული საგანი და არა ის ვისაც აქვს პირველ სემესტრში პირველ დღეს გარკვეული საკითხი. ეხლა ბიოქიმია არის დისციპლინა, რომელიც ფაქტიურად ყველგან გვხვდება. ყველა ბიოლოგიურ ციცოცხლის შემსწავლელ, უფრო სწორად, ციცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებაში ჩვენ ვნახავთ ბიოქიმიის ელემენტებს. და თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ ბიოქიმიკოსები ძალიან ხშირად აი უცხოეთში განსაკუთრებით თითქოს ორი სპეციალობის მატარებლები არიან ხშირად. იმიტომ რომ მათ მოახდინეს ეგრეთ წოდებული პერეკვალიფიკაცია სხვა დისციპლინაში, რომელიც იმ ეტაპისათვის უფრო, ვთქვათ, მათთვის რელევანტური იყო. ეხლა რატომ არის ბიოქიმია ასეთი ფუნდამენტური, ასეთი საჭირო საგანი? ზოგი ამბობს, აი რაში მჭირდება ბიოქიმია, ხომ? პირველ რიგში ჩვენ გავითავისოთ, რომ ცოცხალი სისტემა არის აგებული ქიმიური ელემენტებისაგან, ქიმიური მოლეკულებისაგან. და შესაბამისად, ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს უწოდებთ და ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის ცოცხალი სისტემა, ცოცხალი ორგანიზმი, მას აქვს გარკვეული მახასიათებლები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გამოწვეულია აი ამ ქიმიურ ელემენტებს შორის ურთიერთობით, მათი ურთიერთზეგავლენით, მათი კოოპერაციით შეიძლება ურთიერთთანამშრომლობით. ამიტომაც თუ ჩვენ გვაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის პროცესი, ამას მხოლოდ და მხოლოდ ბიოქიმიურ დონეზე თუ შევძლებთ შესწავლას. ეხლა რა განსხვავებაა აი ბიოქიმიურ დონეზე შესწავლა ხდება, ფიზიოლოგიურ დონეზე გენეტიკა შეისწავლის, ეს და იგივე საკითხი შესწავლა ხდება. გუშინ გქონდა ჩვენ საუბარი ჯგუფის. განსხვავება არის, მე მგონი ზუსტად ანამ თქვა, განსხვავება არის რა? განსხვავება არის კითხვებში. რა კითხვები ისმევა? და ბიოქიმია სვამს ასეთ კითხვას, რა, რატომ და როგორ? აი ასეთი კითხვების დასმის შედეგად ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ საკითხებზე გარკვეული ცოდნა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის ცნობილი დღეისათვის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამერწმუნეთ იმაზე მეტი, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია ცნობილია. უბრალოდ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ცნობილი, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ან ახლად აღმოჩენილია და შეიძლება ჩვენთვის არ არის ცნობილი, ან ვთქვათ, უბრალოდ არ ვიცით. ეხლა საინტერესო საკითხი არის კიდევ ერთი რამ, სპეციალიზაცია. შეუძლებელია ადამიანი ყველაფერი იცოდეს. ამიტომ გარკვეულ საკითხში გარკვეული ადამიანები არიან უფრო პროფესიონალები და მათ უფრო მეტი იციან გინებად ბიოქიმიის კონკრეტულ საკითხში ვიდრე სხვა. ეხლა, როდესაც არის საუბარი ბიოქიმიაზე, ხშირ შემთხვევაში აი გარკვეული აი რაღაცა ეს არ გეგონოთ რომ მხოლოდ ჩვენთან. ეს მსოფლიოში ასე არის, რომ ეს არის დამოკიდებულება, ეს არის რაღაცა საშინელება, ეს არის საგანი, რომლის დაძლევა შეუძლებელია. და ასე შემდეგ. ეს ძირითად შემთხვევაში თქვენ იცით განწყობის თეორია უზნაძის, ხო, რომელიც ძალიან პოპულარულია რაღაც სიტყვის დონეზე მაინც საქართველოში და სოფლიოში თავისი არსით. განწყობა ძალიან ბევრ რაღაცას ქმნის. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენ არ მიყვეთ მაინც და მაინც ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ბიოქიმია ეს არ არის მარტივი საგანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას მისი დაძლევა, როგორც გითხარით, შეუძლებელია ეს ერთი და მეორე, არ ნიშნავს იმას, რომ მასში გარკვეული ლოგიკის მოძებნა შეუძლებელია. უბრალოდ, რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ლოგიკა უნდა ეცადოთ, რომ მოიძიოთ, იმიტომ რომ
თქვენნაირად სხვა ვერ ისწავლის და სხვისნაირად თქვენ ვერ ისწავლეთ. ამიტომ თქვენ ურთიერთთანამშრომლობით, ჩვენი თანამშრომლობით და ერთმანეთის დახმარებით უნდა შეძლოთ ეს დაძაბვა და რეალურად გამოჩნდება, რომ ეს საგანი არც ისე რთული არ არის. ეს საგანი არც ისე, ესე ვთქვათ, დამძაბველი, არც ისე შემშინებელი არ არის. შემაძრწუნებელი არ არის. და არის სინამდვილეში საკმაოდ ლოგიკური, საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ ეს არის ის ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო და ჩვენში ხდება. აი რა შეიძლება იყოს ამაზე საინტერესო. ამიტომ გთხოვთ ამას მივადევნოთ ყურადღება და ყოველთვის აი ამ ფილოსოფიიდან, რომ ეს არის ძალიან სიღრმისეული აღქმა სიცოცხლის, აი ამ კუთხიდან შევხედოთ ამ საგანს, ზოგადად ბიოქიმიას, განსაკუთრებით საინტერესოა შემდგომში მეტაბოლიზმი. ეხლა ბიოქიმია რა თქმა უნდა არის ძალიან ფართე საგანი, თავისი ბევრი სიღრმისეული აღქმებით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ეს ბიოქიმია ორ ძირითად ნაწილად. ეს არის სტრუქტურული და დინამიკური ბიოქიმია. ეხლა სტრუქტურული ეს არის საკითხი, რომელიც უფრო მეტად მიემართება ორგანულ ქიმიას, ანუ ახლოს არის ორგანულ ქიმიასთან, უბრალოდ ის აღწერს ამ მოლეკულებს, ის აღწერს აი ამ აგენტებს, გნებავთ ბიოორგანულ, ბიოარაორგანულ ქიმიის მიღწევებს, აღწერს უკვე სიცოცხლეში. ანუ სიცოცხლისათვის მათ რა მნიშვნელობა აქვს, უჯრედში ისინი როგორ არიან წარმოდგენილნი და რა ფუნქციის შემსრულებლები არიან. რაც შეეხება დინამიკურ ბიოქიმიას, ეს არის საგანი, რომელიც შეისწავლის მეტაბოლიზმს. რეალურად ბიოქიმია ორი, ეს იქნება დინამიკური ბიოქიმია, ანუ რა არის? მოძრაობა. და სიცოცხლე ხო თავისთავად მოძრაობაა, ხომ? ანუ სიცოცხლე ხომ არ არის სტატიკა. ანუ დინამიკური ბიოქიმია აღწერს, რომ აი ეს მოლეკულები, რომელიც ჩვენ აღწერეთ ბიოქიმიაში, ანუ სტრუქტურულ ბიოქიმიაში, როგორ ურთიერთქმედებენ, რა შედეგზე გადიან და როგორ ქმნიან საბოლოო ჯამში იმ ფენომენს, რასაც ჩვენ სიცოცხლეს უწოდებთ. ამიტომ სტრუქტურული ბიოქიმია შესაძლებელია, რომ ცოტათი უფრო მოსაწყენით შეიძლება იყოს, ცოტათი უფრო ესე ვთქვათ, დეტალიზირებული რთული შესასწავლი, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ ის ყოველთვის არის საფუძველი დინამიკური ბიოქიმიის აღსაწერად და დასახასიათებლად და ეს გაგიმარტივებთ შემდგომში სწავლას. ეხლა ასეთი ფრაზა წარმოშვა ესეთმა ცნობილმა მეცნიერმა ჟაკ მონომ 54 წელს, რომ აი ესეთი რაც მართალია ეშერიხია ყოლისთვის, ჭეშმარიტია სპილოსთვისაც. აი ნახეთ რა არის 1954 წელი, მე-20 საუკუნის შუა ხანები, ხომ? რეალურად ბიოქიმია დაიბადა როგორც მეცნიერება სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში. თუმცა მის შესახებ კვლევები, ანუ ცოცხალი სისტემის ქიმიის შესახებ კვლევები დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. ეხლა რატომ დაიწყო ეს კვლევა? თქვენ იცით რომ უფრო ადრე მე-17 საუკუნეში დაიწყო შესწავლა თვითონ უჯრედის, რომ აღმოჩნდა რომ ეს არის უჯრედი, იმიტომ რომ რა მოხდა? მოხდა ტექნოლოგიური განვითარება. და შემდგომში ქიმიკოსებმა დაიწყეს ქიმიური ნაერთების შესწავლა და დაიწყეს შედარება არაცოცხალ სისტემაში, ანუ არაორგანულ სისტემაში არსებული მოლეკულების და მათი შედარება ცოცხალ სისტემაში, ისეთი როგორც არის მცენარეები, ისეთი როგორც არის ცხოველები, ცოცხალ სისტემაში ქიმიური ნივთიერებების შედარება დაიწყეს და როდესაც დააკვირდნენ ესეთი თქვენ იცით ესეთი ცნობილი მეცნიერი, როგორიც იყო პასტერი არა, იქ ბოდიში უცბად დამავიწყდა სიტყვა, დამავიწყდა გვარი. მან ის დააკვირდა მას და თქვა ასეთი რამ, რომ ცოცხალი სისტემა ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე არაცოცხალი. თუმცა ისინი ქიმიურ დონეზე ძალიან გვანან ერთმანეთს. და გარკვეული ნაერთები, რომელიც არაცოცხალ სისტემაში გვხვდება ასევე ცოცხალ სისტემაში. თუმცა მან წარმოშვა ასეთი მოსაზრება, რომ ეს ქიმიური ნაერთები ცოცხალ სისტემაში უნდა ასრულებდნენ კიდევ დამატებით ფუნქციებს. და ანუ ესე იგი მე-19 საუკუნიდან დაწყებული დაიწყო შესწავლა ცოცხალი სისტემის ქიმიური აგებულების
და აი ზუსტად ჟაკ მონომ მე-20 საუკუნის შუაწელში იმიტომ თქვა ეს მოსაზრება, რომ როდესაც დააკვირდნენ იგივე მე-20 საუკუნის დასაწყისში გლუკოზის მეტაბოლიზმს ბაქტერიაში, რომელიც არის ეშერიხია კოლი და ცხოველურ ორგანიზმებში და შეადარეს, ნახეს, რომ ის 10 რეაქცია, თქვენ იცით გლიკოლიზი ესეთი პროცესი, ხო, გლიკოზის დაშლის რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს ეშერიხია კოლოში, ზუსტად იგივე ფერმენტების მეშვეობით, იგივე გზების საშუალებით მიმდინარეობს ცხოველურ ორგანიზმში. და აი ზუსტად აქედან წარმოშობით თქვა აი ამ მეცნიერმა ეს მოსაზრება, რომ ქიმიურ დონეზე ასე თუ ისე ცოცხალი ორგანიზმები ასევე არიან ერთნაირნი. და როდესაც აი ევოლუციური თეორიაზე არის საუბარი და ევოლუციონისტებს უყვართ ხოლმე გარკვეული საწყისი ერთეულებზე საუბარი, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს ერთი საერთო საწყისი, აი ხშირ შემთხვევაში ბიოქიმიური თეორია, რომ ისინი მსგავსნი არიან ბიოქიმიურ დონეზე, ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სუყე არგუმენტად გამოიყენება. ეხლა ძალიან მცირე ექსკურსი რომ გავაკეთოთ ისტორიის დონეზე, პირველად მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ესეთმა მეცნიერმა ფრიდრიხ ვოილერმა დაასინთეზირა ამონიუმის ციანიდიდან შარდოვანი. აი, როდესაც ეს გააკეთა მან ლაბორატორიაში, მან პირველად ორგანიზმში არსებული ნივთიერება, შარდოვანი არის ეს ნივთიერება, რომელიც სინთეზირდება ასევე ადამიანის ორგანიზმში, დაასინთეზირა ორგანიზმის გარეთ. და უკვე შექმნა მოსაზრება, რომ შესაძლებელია მოხდეს შესწავლა in vitro სისტემაში, in vivo, ანუ ორგანიზმში არსებული სისტემებისა. შემდგომში იყო ძალიან ბევრი კვლევები, იყო გარკვეული, ეს თქვა, აი აქ არის მოცემული გარკვეული გადატრიალებები, შეიძლება ითქვას, თქვენ კარგად ცნობილია თქვენთვის ლუი პასტერი, რომელმაც ვთქვათ სხვა ყველა დანარჩენ განსაკუთრებით მიკრობიოლოგიურ კვლევებთან ერთად ჩვენ შემოგთავაზე სტერეოიზომერების ესე ვთქვათ იდეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ბიოქიმიისათვის და შემდგომში მოხდა რა? შემდგომში მოხდა ფერმენტების აღმოჩენა. ანუ ნახეს, რომ ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ უჯრედში ხდება მეტაბოლიზმი, მხოლოდ უჯრედში ხდება გარკვეული რეაქციების წარმართვა. ანუ ძირთად იყო იქ ნახშირწყლების დაშლაზე საუბარი. მაგრამ აი ედუარდ ბუხნერმა გამოყო ესე ვთქვათ ცილოვანი ფრაქცია და ნახა, რომ აი ამ ცილოვან ფრაქციას ორგანიზმის გარეთაც შეუძლია ფერმენტაციის რეაქციის წარმართვა და რადგანაც ეს იყო გამოყოფილი სოკოებიდან, ის ხომ საფუარას სოკო. ამიტომ მან ამ ნაერთებს, ამ ცილოვან ნაერთებს უწოდა ენზიმები. იმიტომ რომ ზაიმე გერმანულად არის ზუსტად ეს საფუარას სოკო. და ენზაიმ ეს არის საფუაროს სოკოში არსებული ნაერთები. ამიტომაც ენზიმები ყოველთვის არიან ცილები და მათ აქვს ფერმენტაციის ფუნქცია. შემდგომში იყო ძალიან ცნობილი მეცნიერი, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ეს არის კრეპსი, რომელმაც დაახასიათა ლიმონჟავა ციკლი, რომელიც არის ცენტრალური რეაქცია მეტაბოლიზმში, უჯრედულ მეტაბოლიზმში, შემდგომ და ეს იყო პირველი ესეთი. ამასთან ერთად კვლევები მიდიოდა, ეს იყო ორი მიმართულებით, ერთი ცილების დახასიათებით და აღმოჩნდა, რომ ეს ცილები ყველგან არის და ფერმენტები განსაკუთრებით ყველგან არის და ამან ეს ფერმენტები დაახასიათეს დააკავშირეს შემდგომში გენეტიკურ მასალასთან. და ნახეს, რომ გენეტიკური მასალა, რომელიც არის DNM-ი, აი ევერის ცდები ცნობილი, როდესაც მან დაადგინა, რომ DNM-ი არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი, იქ წარმოიშვა ესეთი იდეა, რომ DNM, ესე იგი გენი ერთი ფერმენტი. ანუ მათ დაადგინეს, რომ ეს მემკვიდრული ინფორმაცია იმ დონეზე ესმოდათ, რომ შეესაბამება ფერმენტების შესახებ ინფორმაციას. და საბოლოო ჯამში, თქვა ჩვენ ვიცით უკვე დღეს, რომ DNM-ი არის მემკვიდრული ინფორმაცია, რომელიც 53 წელს ვოტსონმა კრიკმა, როდესაც განსაზღვრეს DNM-ის ორმაგის სპირალი, აქედან დაიწყო უკვე იდეა DNM-ის რედუპლიკაციის შესახებ, ანუ რეპლიკაციის შესახებ, დაიწყო ინფორმაციების დაგროვება, როგორ გადადის თაობიდან თაობაზე ეს მემკვიდრული ინფორმაცია და რომ ის შეიცავს მემკვიდრულ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ცილის შესახებ, ის შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის RNA-ის შესახებ. აი, ამან ყველაფერმა წარმოშვა ზღვა ცოდნა და თქვენ იცით, რომ დღესდღეობით
აი ეს დარგი ბიოქიმიისა, რომელიც შეისწავლის ნუკლეინის მჟავებს და შეისწავლის ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ დოგმას, აი DNM-ი, RNM-ი ცილა, რომელიც ესე ფრენსის კრიკმა 1958 წელს დაახასიათა ეს პროცესი თვითონ, უკვე დღესდღეობით შეისწავლება ესეთი ბიოლოგიური დისციპლინის მეშვეობით, რომელსაც მოლეკულური ბიოლოგია ეწოდება. ბიოქიმია კი, რა თქმა უნდა, შეისწავლის ნუკლეინის მჟავებს, მაგრამ შეისწავლის მათ უფრო სტრუქტურული კუთხიდან, ნაკლებად ფუნქციური და ასევე ბიოქიმია უფრო მეტად შეისწავლის ცილებს, მათ ფორმებს, მათ სტრუქტურებს და მათ ფუნქციას. ეხლა გარკვეული მცირე ქიმიური ექსკურსი რომ გავაკეთოთ. ეხლა პირველი უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ატომი, ხომ? ეხლა ზოგ შეიძლება გაეცინოს კიდევაც, რა თქმა უნდა, შეიძლება არც არის ეს მოსატანე თითქოს აქ, მაგრამ მე მინდოდა რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, ფოკუსი გაგვეკეთებინა, რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ რომ რა უნდა აღვიქვათ, რა უნდა გვახსოვდეს. ეხლა რა არის ატომი, ხო? ეს არის სხვადასხვა ნაერთების, ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკი, ხო? რომელიც ატარებს იმ ყველა მახასიათებას, რომელიც თვითონ ამ ნივთიერებისთვის არის დამახასიათებელი. ანუ ჩვენ თუ ატომს, რა თქმა უნდა, დავხრეთ, უკვე მისი შემადგენელი ნაწილაკები ამ თვისებების მატარებლები არ არიან. ან თუ ამ ატომს ცოტა მოდიფიცირებას გავუკეთებთ, ჩვენ ვნახავთ, რომ მისი თვისებები უკვე შეიცვლება. ამიტომ ეს არის ის უმცირესი ქიმიური ნაწილაკი, რომელიც ატარებს თვითონ ამ ელემენტის, ამ ნივთიერების თვისებებს. აგებულება მოგეხსენებათ, უბრალოდ ვთქვათ, რომ გავიხსენოთ, ეს არის რა? ატომი შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან, ეს არის ატომის ბირთვი და მის გარშემო მოძრავი ელექტრონები. ბირთვი დამუხტულია დადებითად, რადგანაც მასში გვხვდება ორი ტიპის ნაწილაკი, ერთი არის დადებითად დამუხტული პროტონი და მეორე არის უარყოფითად დამუხტული უბრალოდ უმუხტო და უმუხტავი ნეიტრონი. მის გარშემო მოძრავი ელექტრონებს გააჩნიათ დადებითი მუხტი, შესაბამისად უარყოფითი მუხტი, უკაცრავად უარყოფითი მუხტი, შესაბამისად დადებითად დამუხტული ბირთვი და უარყოფითად დამუხტული ელექტრონებს შორის არის მიზიდულობის ძალა. თუმცა თქვენ რომ შეხედოთ თვითონ ატომის აღნაგობას, ნახავთ რომ ბირთვი იმდენად მცირეა და ელექტრონები ანუ ელექტრონული ღრუბელი, ანუ სადაც ელექტრონები მოძრაობენ თვითონ, რასაც ქმნიან ამ ელექტრონულ ღრუბელს, იმდენად დაცილებულია ამ ბირთვისაგან, რომ შეიძლება ადამიანს გაუშვეს კითხვა, რომ ეს მცირე ნაწილაკი როგორ ახდენს ამ უარყოფითად დამუხტული ელექტრონების მიზიდულობას. მაგრამ განსაკუთრებით გარეშეზე მოძრავი ელექტრონები შეძლების დაგვარად შესაძლებელია დასცილდნენ ბირთვს, მოსცილდნენ და თქვენ იცით, რომ ესენი მონაწილეობენ ისეთ პროცესების წარმართვაში, როგორც არის ბმების წარმოქმნა. ისეთ პროცესების წარმოქმნაში, როგორც არის გარკვეული დამუხტული ნაწილაკების წარმოქმნა. და ეს, მაგრამ მიუხედავად აი ამ სიპატარავის სიმცირის ატომის ბირთვის, მაინც ატომის ბირთვი შეადგენს თვითონ აი ამ ატომის მასის დაახლოებით 90%. ანუ ატომის ბირთვს აქვს დიდი მნიშვნელობა თვითონ თავისი არსით ატომის აგებულებაში. ელექტრონებს რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ ვახსენეთ, რომ შესაძლებელია გარეშეზე მოძრავი ელექტრონების ზოგიერთ შემთხვევაში გაცემა მოხდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მეტალებისათვის, ან თუთე მეტალებისათვის. და როდესაც მოხდება გაცემა ელექტრონის, ან როდესაც მოხდება მიღება ელექტრონის, ანუ თუ არის შესაძლებლობა მიღების, ანუ გაწყვეტება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხდება მუხტის ცვლილება. ანუ თუ ერთი ელექტრონის მიღება მოხდა, ერთით მეტი უარყოფითი მუხტს მიიღებს ეს ატომი. და თუ ელექტრონის გაცემა მოხდება, ესე იგი ერთით ნაკლები უარყოფითი მუხტი ექნება მას. ამის და მიხედვით წარმოიქმნება იონები, რომლებიც არიან დამუხტული ნაწილაკები. და თუ მიიღო ელექტრონი, ამ შემთხვევაში გვექნება უარყოფითად დამუხტული იონები და თუ მოხდა გაცემა ელექტრონის, ამ შემთხვევაში ეს იონი თვითონ არის დადებითად დამუხტული, იმიტომ რომ დადებითი მუხტი სჭარბობს უარყოფით მუხტს. რატომ? იმიტომ რომ ელექტრონების რაოდენობა და ატომ ბირთვში პროტონების რაოდენობა არის თანაბარი. ანუ ისინი ერთმანეთს ანეიტრალებენ, თვითონ ატომი არის ელექტრონეიტრალური წესით, მაგრამ გაცემის ან მიღების მომენტში შეიძლება ის გარდაექმნას იონად. რა თქმა უნდა, ყველას არ ახასიათებს ეს,
ახასიათებს კონკრეტულ ელემენტებს. ეხლა ზოგიერთი ელემენტი და ხშირად რომელიცაც შეუძლია იონიზაცია და ისინი არიან წყალხსნარში, რა თქმა უნდა იონიზაცია ხდება წყალხსნარში, ანუ ან მიღება ან გაცემა ელექტრონების არიან ეგრეთ წოდებული ელექტროლიტები. ანუ მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ელექტრული მუხტის გადაცემის პროცესში. ანუ ისინი წარმოქმნიან და იღებენ და გადაცემენ გარკვეულ ელექტრულ მუხტს, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სიგნალის გადაცემის პროცესში, ნერვულ სისტემაში, კუნთის შეკუმშვის პროცესში, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ტრანსპორტის პროცესში, მემბრანული ტრანსპორტის პროცესში და სხვა. თვითონ სივრცის აი ამ ვთქვათ სისხლში ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის პროცესში და ასე შემდეგ. ეხლა მეორე ნაწილი, რომელიც უნდა ჩვენ ვიცოდეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ელექტროუარყოფითობა, ხომ? მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ელექტროუარყოფითობა კარგად გაქვთ გააზრებული, რას ნიშნავს, მაგრამ უბრალოდ გავიმეოროთ, ეს არის ატომ-ბირთვის უნარი მიიზიდოს ელექტრონი. აი ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იონის წარმოშობაზე, ხომ? აქ ნიშნავს ხშირად იმას, რომ ატომის ბირთს შეუძლია სხვა უფრო სუსტი ატომიდან ელექტრონი მოხრიჭოს. მაგრამ ელექტროუარყოფითობა ყოველთვის არ არის საფუძველი იონიზაციის. მაგრამ ელექტროუარყოფითობა არის საფუძველი ბმების წარმოქმნის. კოვალენტური ბმების წარმოქმნის უმეტესად და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს იონური ბმების წარმოქმნა. საფუძველი იყოს იონური ბმისთვის. ეხლა ელექტროუარყოფითობა პერიოდულ სისტემას თუ დავაკვირდებით, იზრდება მარცხნიდან მარჯვნივ და ქვევიდან ზემოთ. მენდელეევის სისტემაში გონია. ყველაზე უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტი არის ფტორი, შემდეგ მას მოყვება ჟანგბადი, აზოტი, ნახშირბადი და წყალბადი. რატომ არის ეს მოცემული? იმიტომ რომ ჟანგბადი, აზოტი, ნახშირბადი და წყალბადი ეს არიან ძირითადი ელემენტები, რომლებიც ჩვენ გვხვდება ეგრეთ წოდებულ ბიოპოლიმერებში ან ბიომოლეკულებში. ამიტომ ჩვენთვის მათი ელექტროუარყოფითობა ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამ ელემენტებს აქვს სხვადასხვა ძალა, რომ მიიზიდონ ელექტრონი. და ეს არის საფუძველი ხშირად პოლარიზაციის. ეხლა ორგანიზმი არის სისტემა, ხომ? ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. მაგრამ სისტემა არ არის მხოლოდ ერთი, თქვა ჩემი ორგანიზმი. მაგრამ მე ხომ მაგ გარემო, რომლის გარშემო ამება რო ავიღოთ ერთი უჯრედი. ისიც სისტემა, მაგრამ მის გარშემო სხვა გარემო არის. რო ავიღოთ სინჯარა ლაბორატორიაში, ესეც ხო გარკვეული სისტემაა, სადაც რეაქცია მიმდინარეობს. მაგრამ მას აქვს გარემო, სადაც არის ტემპერატურის ცვლილება და ასე. ანუ აღმოჩნდა, რომ ყველა კონკრეტული კომპონენტი შეიძლება ჩვენ აღვიქვათ როგორც სისტემა. და ეს სისტემები ქმნიან სამყაროს. მაგრამ არის განსხვავება. არსებობს ეგრეთ წოდებული იზოლირებული სისტემები, რომლებიც გარემოსთან არ ახდენენ არაფრის მიმოცვლას. აი რის მიმოცვლაზე შეიძლება ვსაუბროთ? აქ უმეტესად მიმოცვლაზე არის საუბარი, როდესაც არის მიმოცვლა ინფორმაციის და ხდება ენერგიის მიმოცვლა. ანუ სამყაროში ერთ-ერთი ძლიერი და ძირითადი მამოძრავებელი ძალა ეს არის ენერგია. აი მე რო თქვენ გესაუბრებთ. ვთქვათ რაღაცა რომ მოძრაობს. რაღაცა რეაქცია რო წარიმართოს. ამას ყველაფერს სჭირდება ენერგია. და ეს ენერგია საიდანღაც უნდა მოვიდეს. და თუ სისტემა იზოლირებულია, მაშინ ეს ენერგია არც გადის, არც შემოდის, ეს შიგნითვე ხდება. ეს უმეტესად არის გარკვეულად ხელოვნურად შექმნილი სისტემები ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ამასთან ერთად არსებობს დახურული სისტემა, რომელიც მიმოცვლის გარემოსთან ენერგიას, მაგრამ არ ხდება მიმოცვლა ინფორმაციის, არ ხდება მიმოცვლა მოლეკულების. ეს დახურული სისტემა. და ყველაზე უფრო ესე ვთქვათ, ხელსაყრელი სისტემა ცოცხალი ორგანიზმისათვის ეს არის ღია სისტემა. რატომ? იმიტომ რომ მე არ ვარ იზოლირებული გარემოსთან. მე გარემოსთან თანავმყოფობ. მე და გარემო ერთად ვარ. მე რაღაცას ვიღებ გარემოდან, გარემო რაღაცას იღებს ჩემგან. და ორგანიზმი როგორც კი დაიხურება, როგორც კი ის გარემოსთან აღარ დაამყარებს გარკვეულ კავშირს, ის დაიღუპება.
ეს ერთი. და მეორე, დაღუპვა არ არის ამის საფუძვე, ისე ვთქვათ, ბოლო წერტილი. დაღუპვის შემდეგაც ცოცხალი სისტემის ის იწყებს გარემოსთან მიმოცვლას და გარემოსთან ამყარებს წონასწორობას. როგორც ქიმიური წონასწორული რეაქცია მიმდინარეობს. მაგრამ ღია სისტემების დამახასიათებელია ის განსაკუთრებით ცოცხალი სისტემებისთვის, რომ ის სხვადასხვა გარემოში შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მისი შინაგანი გარემო შეიძლება განსხვავდებოდეს გარე სამყაროსაგან. იმიტომ რომ მას გააჩნია მემბრანა, მას გააჩნია გარკვეული დამატებითი დამცავი მექანიზმები გარედან, არშიები. ამიტომაც ცოცხალი სისტემა არის ღია სისტემა, მაგრამ ის არ არის, ესე ვთქვათ, გახსნილი ყველაფრისათვის. ის გარემოსთან არ ამყარებს წონასწორობას. ის მუდმივ დინამიურ წონასწორობაშია. მიელთვის წონასწორობისაკენ, ყველაფერი მიელთვის წონასწორობისაკენ, გარემოს აქვს ზემოქმედება, რომ მოხდეს წონასწორობა, მაგრამ წონასწორობა მუდმივად ირღვევა. აი თქვენ იცით მაგალითად, ხო, რომ თევზი რომელიც წყალში ცხოვრობს, მის გარშემო არის წყალი. მაგრამ მის უჯრედებში ხომ არ არის იგივე კონცენტრაცია წყლის, რაც გარეთ. აი, თქვა, მცენარე ცხოვრობს სადღაც. რაღაც მცენარე არის უდაბნოში. მის გარშემო სულ არის ქვიშა. მაგრამ მისი შინაგანი შემადგენლობა სხვა არის და გარემო სხვანაირი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გარემოსთან არ ურთიერთობს. ის გარემოსთან ურთიერთობს ისე, როგორც მას აწყობს, ისე მას როგორც შეუძლია. ამიტომ ღიაობა ეს არის აუცილებელი, მაგრამ ასევე გარემოსგან განსხვავებულობაც არის აუცილებელი. აი ის თუ როგორ ხდება გარემოსა და აი ამ სისტემას შორის ენერგიის მიმოცვლა, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი პროცესის წარმართვისათვის, რაც არის უმნიშვნელოვანესი თვითონ სტრუქტურის არსებობისათვის, ეს ხასიათება მეცნიერების დარგით, რომელსაც თერმოდინამიკა ეწოდება. თერმოდინამიკა გვთავაზობს ორ ძირითად კანონს. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი და ეს არის მოუწესრიგებლობის კანონი, ანუ ენტროპიის კანონი. ხო, რო განვიხილოთ. თერმოდინამიკის პირველი კანონი გვეუბნება, რომ სამყაროში არსებობს ენერგიის წყაროები. ეს ენერგიის წყარო შეიძლება იყოს მზე, ეს ენერგიის წყარო შეიძლება იყოს უჯრედში მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციები, ანუ რასაც შეიძლება ითქვას მე, აი ეს ენერგიის წყარო შეიძლება იყოს გლუკოზა, რომელიც დაიშლება, დაიჟანგება ნახშირორჟანგამდე და წყლამდე და ჩვენ აქედან მივიღებთ ATF-ის ენერგიას, ქიმიური ენერგიის სახით. რომ ენერგიის მუდმივობის კანონი ამბობს, რომ ენერგია არც იქმნება, არც იკარგება, ის უბრალოდ ერთი ფორმიდან გადადის მეორეში, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ, არ გქონდეს ენერგია, მაგრამ ეს ენერგია ჩვენ გავეცით. მზემ გამოსცა სითბური ენერგია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ, გავთბით. ამ სითბური ენერგიით ჩვენმა მოლეკულებმა დაიწყეს მოძრაობა, გადავიდა ეს მოძრაობის ენერგიაში. ამ მოძრაობის შედეგად გარკვეული პროცესები წარიმართა და შეიძლება ეს, აი მაგალითად, ადვილი მაგალითია, ხომ? როდესაც საუბარია მცენარეებზე. მცენარეებში ეს ენერგია საბოლოო ჯამში ATF-ის ენერგიაში აკუმულირდება. ანუ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხდება აკუმულირება გარკვეულ მოლეკულებში. მეორე, ეს არის მოუწესრიგებლობის, ანუ ეგრეთ წოდებული ენტროპიის კანონი. ეს გვეუბნება, რომ სამყაროში მოუწესრიგებლობა ან რანდომულობა ორივე, მოუწესრიგებლობა ან რანდომულობა უფრო ალბათურია, ვიდრე მოწესრიგებლობა. და ის მუდმივად იზრდება. ესე იგი, აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ზოგი მეკითხება ამბობს ხოლმე კითხვას, რომ ეს ენტროპია მოუწესრიგებლობა მუდმივად იზრდება. რას ნიშნავს მუდმივად იზრდება? როგორ მოწესრიგებულობისკენ არ მივდივართ ჩვენ ყველა? არ ცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული? რა თქმა უნდა, კი. კონკრეტულ მომენტში ეს მოწესრიგება მიიღწევა. აი კონკრეტული სისტემა, რა თქვა, ჩვენ გვაქვს უამრავი უჯრედი, ხო? ესენი ხო ერთად არიან და ერთმანეთთან დამაგრებული. ეს ხო მოწესრიგებული სისტემაა, ჩვენ ხო უჯრედად არ ვიშლებ. მაგრამ აი ეს რომ ესე მოხდეს, ჩვენ მუშაობას ვასრულებთ გარემოს და გარემოში წარმოიქმნება მოუწესრიგებლობა. ეხლა ეს რომ გამოვსახოთ, ეს რომ უფრო გასაგები იყოს. აი ნახეთ, ჩვენ გვაქვს ოთახი. ოთახს თუ აურევთ,
ეს არის უკვე მოუწესრიგებელი. მაგრამ ეს არის ადვილი, არც ისე რთული არაა. რაღაცა ენერგია ჭირდება, ზოგან მცირე. მაგრამ შენ რომ ოთახი დაალაგო, შენ ბევრად მეტი ენერგია გჭირდება. ეხლა რას ნიშნავს? დაალაგე ოთახი, ხომ? წესით ენტროპია ხო შემცირდა. კი, ამ ოთახში ენტროპია შემცირდა. სისტემის ენტროპია შემცირებულია, მაგრამ აბა დავაკვირდეთ საერთო ენტროპიას, რომელიც არის სისტემის ენტროპიას, პლუს ჩემი ენტროპია და პლუს, ესე იგი, ჩემი მოლეკულების ენტროპია და პლუს გარემოს ენტროპია. ესე იგი, მე რო ეს დავალაგე, მე ხო რაღაცა ენერგია დავხარჯე, მე ხო ვიმოძრავე. ანუ ჩემში მოუწესრიგებლობა ხო გაიზარდა ჩემ მოლეკულებს, ეს ერთი. ჩემმა მოძრაობამ სითბური ენერგია ხო გასცა. ეს ხო გადავიდა გარემოში არსებულ მოლეკულებზე. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ ვხვდებით და ვერ ვზომავთ, მაგრამ აი ლოგიკურად რომ ვიჯობთ, ხო გადავიდა. ესე იგი, იმ მოლეკულებმა სითბო რომ მიიღეს, ხომ დაიწყეს უფრო სწრაფად მოძრაობა. ესე იგი, საბოლოო ჯამში, თელ სამყაროში ხომ ენტროპია გაიზარდა, აი ამაზეა საუბარი, რომ ენტროპია სამყაროში მუდმივად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სისტემაში შეიძლება ენტროპია შემცირდეს. გავიგეთ? ენტროპია მცირდება, ასევე, როდესაც აღარ ხდება სამყაროსა და სისტემას შორის ურთიერთმიმოსვლა. ამ შემთხვევაში ენტროპიის შემცირება შესაძლებელია. და თუ ჩვენ სისტემას წავართმევთ სითბოს, აი თუ შევამთ, თქვა გაზი გვაქვს, ხომ? მოლეკულები მოძრაობენ და გავაცივეთ. რა თქმა უნდა, ეს მოლეკულები ერთმანეთს დაუახლოვდებიან და მოწესრიგებულად განლაგდებიან. ანუ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამ სისტემაში ენტროპიის შემცირება. მაგრამ ეს ხო საიდანღაც მოვიდა და ამ მოლეკულებმა, რომლებმაც დაიწყეს მოწესრიგებულობა, რომ გაცივდნენ, რას ნიშნავს? ხომ სითბო გასცეს და სად გასცეს ეს სითბო? გარემოში. ამიტომ ეს სითბო რო გარემოს გადაეცა, ესე იგი რა გადაეცა? სითბო რა არის? ენერგია, ენერგიის ერთ-ერთი ფორმა. ანუ ჯამურად რაღაცა მოლეკულებმა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად დაიწყონ მოძრაობა. ანუ უფრო რანდომულად დაიწყონ მოძრაობა. ამიტომაც ენტროპია სამყაროში მაინც გაიზრდა. გვაქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით? ერთი კითხვა მე, ნიკოლოზ, აბა სწრაფად. დიახ, აი ბატონო გიორგი, აი ასეთი კითხვა მაქვს მე. აი რომ ჩავთვალოთ, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონი, ენტროპიის პრინციპი პირდაპირ მორგებულია სამყაროს რელატივობის და კოსმოლოგიური კანონების პრინციპზე. აი რომ შევათანხმოთ ბოლოს მაინც გამოდის, რომ თუნდაც ატომის აღნაგობაზე და ელექტრონის მოძრაობაზე და ელექტრონის ღრუბლის პრინციპზე ეს არის ლოგიკურად შემცდარი ცნება იმ საკითხში, რომ ბოლოს და ბოლოს სამყაროში არსებული ყველანაირი მასა და ენერგია არის ერთი და იგივე კოსმოლოგიურად რო განსაზღვროთ. და ამავდროულად რომ ჩავიდეთ კიდევ კოსმოლოგიაში, აღმოვაჩენთ რომ თერმოდინამიკის მეორე კანონის ენტროპია წარმოშობილია კვანტური ველის თეორიით, რომელიც ამბობს რომ კვანტური მექანიკის პრინციპები ვერანაირად ვერ შეიძლება რომ კლასიკურ მექანიკაში გაერთიანდეს. მას შესაბამისად აი ეს კითხვა მაქვს ბატონო გიორგი, რომ რადგან ნებისმიერი ქიმიური პრინციპი და ნებისმიერი ენერგიის და მასის ტოლობის კანონი დაწყებული იქიდან რომ ენტროპიის პრინციპი დამოკიდებულია სამყაროს რელატივობის იგივე ნათესაობის წესებზე და ამავდროულად ატომის აღნაგობა და ელექტრონის ბუნება შეუძლებელია ფაქტობრივი სახით ზუსტი ფორმით გადმოვცემთ, მაშინ აი რას ფიქრობთ, ბიოქიმიის მეტაფიზიკური აზრი რა იქნება, რადგან მისი ფიზიკური აზრი იქნება როგორც სხვა მეცნიერებების ერთდროულად ერთნაირი. ანუ რადგან რელატივობაზე გვაქვს საუბარი და ლე შატელიეს პრინციპი რო ავიღოთ მაგალითად, ეს ყველაფერი მორგებულია რელატივობაზე, ფიზიკა მორგებულია რელატივობაზე, ბიოლოგია მორგებულია რელატივობაზე და აი რას ფიქრობთ, მეტაფიზიკურად რისი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ? რითია ბიოქიმია გამორჩეული რელატივობის კანონით? ანუ ესე იგი რითია გამორჩეული, არაფრით არ არის გამორჩეული. ეხლა ნახეთ რა ხდება. აი თქვენი კითხვა არის ძალიან ესეთი სიღრმისეული, ხომ? არასოდეს არ უნდა შეგვწეს ადამიანმა თქვა რომ რაღაცა არ იცი. ეხლა თქვენ ისეთ სიღრმეები ახსენეთ რომ მე რაღაცები ჩემთვის ცნობილია, მაგრამ ბევრი რაღაცა ჩემთვის არ არის ცნობილი. მე რო გითხრათ ფიზიკაში ძალიან ღრმად ვარ ჩახედული, ესე არის. ეხლა მე ნახეთ თავიდან რეზერვზე ბიოქიმია რა კითხვებს swams. რა, როგორ, რისთვის. ანუ მე როდესაც ბიოქიმიკოსი უყურებ თერმოდინამიკას, მე ამას უყურებ იმ კუთხიდან, აი ჩვენ ახლა ამას გავყვებით ლოგიკას. რა კუთხიდანაც ეს ცოცხალ სისტემას ესაჭიროება. გავიგეთ?
რომ მე აღვიქვა ესა თუ ის პროცესი როგორ მიმდინარეობს, როგორ შემიძლია მე ესა თუ ის პროცესი დავახასიათო და როგორ შემიძლია ჩავთვალო ეს პროცესი წავა თუ არ წავა. გავიგეთ? ამიტომ თვითონ ბიოქიმიის მეტაფიზიკური ახსნა როგითხრათ სიმართლე მე ამ საკითხზე არ დავფიქრებულა. ზოგადად მეტაფიზიკა ძალიან რთული საკითხია. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო რწმენი საკითხია, ან გჯერა, ან არ გჯერა. არის რაღაცა მონაცემები, მაგრამ ესეთი მოსაზრებების ესე 100% დამას ჭირდება დიდი ცოდნა. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო იქნება, თუ დამატებით ამაზე ვისაუბროთ, ჯგუფში ვისაუბროთ, მაგრამ ეხლა ამაზე მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა გაგცეთ პასუხი და რაღაც სისულეები უნდა ვილაპარაკოთ. დიახ, გეთანხმებით და აი ორი სიტყვით მადლობას გადაგიხდით, იმიტომ რომ პირველი ადამიანი ხართ, რომელმაც საერთოდ თერმოდინამიკის პრინციპი ახსნა. ანუ რამდენია მესამე სემესტრია ეს უკვე და ჩემთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს, რომ თქვენ ამაზე ლაპარაკობთ. ასე რომ მადლობა. თქვენს შეიძლება პირველი და ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც მადლობელი. გუგაფა, ისმენთ, მადლობა. ანუ ეს მე უფრო პატარა კითხვა მაქვს, აი ეს ოთახის მაგალითზე რო ახსენეთ ენტროპიის მუდმივიზმი და გარემოში, აი ცოტა ვერ მივხვდი და მოკლედ რომ მითხრათ ორი სიტყვაში თუ შეიძლება. კი ბატონო. ესე იგი უცბად ვიტყვი, ხომ? და თუ კიდევ ვერ გაიგეთ, მე დავუკავშირდეთ ერთმანეთს და მე უფრო მას. ეხლა ეს არის რა, რომ მე ჩემებურად ვიგებ. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ თქვენი მოისაზროთ, თქვენი მოიძიოთ და თქვენს დაფიქრდეთ ამ საკითხებზე. არის ესეთი დადებულება, რომ ენტროპია სამყაროში იზრდება. ეხლა კითხვა, რას ნიშნავს იზრდება? აი მე შევამცირე. როგორ ვერ შევამცირებ? რატომ? მოლეკულები შეიძლება გავაცივო, ხომ? აი როგორც წინა სურათზე იყო, აი შეიძლება მე წავართვა ამას სითბო და ესენი ერთმანეთთან მოწესრიგებულად დადგებიან. შესაძლებელია, ხომ? მეორე ვარიანტი არის, რომ მე რაღაცა ვთქვათ მუშაობა შევასრულე და ორი უჯრედი დავაკავშირე ერთმანეთს. ამ სისტემაში, როდესაც წარმოიშვა ქსოვილი, ვთქვათ, ესენი ხო მოწესრიგებულად ვთქვათ არიან. ანუ ცალსაკე ღვიძლის უჯრედები ცალსაკე ხო არ მოძრაობენ. ერთად არიან, ხო? ესე იგი მოწესრიგებულად არის. ანუ რეალურად ენტროპია შეიძლება შემცირდეს. მაგრამ ეს შემცირება აღმოჩნდა, რომ არის სისტემური და ჩვენ თუ დავაკვირდებით, ეს მხოლოდ ამ სისტემაში შემცირდა. მაგრამ ამ სისტემაში რომ ეს შემცირდა, ეს ხო რაღაცა ძალის დამოკიდებულებით შემცირდა. აი ეს ოთახი რომ დაალაგდა, თავისთავად დაალაგდა? არა, რა თქმა უნდა. ხომ მე დავალაგე, ვიღაცამ დაალაგა, ხო? იმ ადამიანმა, ვინც ეს დაალაგა, ну ჯერჯერობით ადამიანები ალაგებენ, შეიძლება მე რობოტები. რომ დაალაგა ეს, ხო, რობოტებზე რო იქნება, მე არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ადამიანზე შემიძლია აღვიქვა. რომ დაალაგა ესა, ხო? მუშაობა ხო შეასრულა. ანუ მუშაობა რო შეასრულა, მე კუნთი მოუხარე, გავშალე, ანუ ჩემს უჯრედებში წარიმართა გარკვეული მეტაბოლური რეაქციები, ენერგია დავხარჯე ამაზე და ჯამურად ეს ენერგია გამოიყო გარემოში კიდე სითბოს სახით. მაგრამ ეხლა ეს რო სითბოს სახით გამოიყო გარემოში, ხო? ეს ხო მოლეკულებზე მოქმედებს. და მოლეკულებზე რომ მოქმედებს ეს, იმათში ხო აღზრავს რაღაცა ძალას, რა ძალას? მოძრაობის. მე რო წყალს რო გავახურებ, ხო, გავაცხელებ. ხო, იწყება აორთქლება, რატომ? იმიტომ რომ მოლეკულებს ენერგია ეძლევათ, ბმები წყდება და ისინი მოძრაობენ რადომულად, ხომ? ხო ესეა გუგა? დიახ. ხო, ამიტომ რა მოხდა? ესე იგი, აი ამ კონკრეტულ მომენტში მე დავალაგე და მოვაწესრიგე, შევამცირე ენტროპია, მაგრამ გარემოში ენტროპია მაინც გაიზარდა. აი ეს არის ამაზე, რომ ენტროპია მუდმივად იზრდება. არ ვიცი სწორად გავეს თუ არა თქვენ კითხვას პასუხი. დიახ, გასაგები, მივხვდი გასაგები მექანიკა. ეხლა რაც შეეხება დროს, ხომ? მე ვიცი რომ დრო ჩვენ გაგვივიდა, ხომ? და შეიძლება თქვენ სხვა ლექციები გაქვთ. მე გავაგრძელებ ჩაწერას, ხომ? ვისაც გაქვთ საშუალება და მონაწილეობის მიღება, მე მადლობელი ვიქნები თუ გააგრძელებთ. დანარჩენად შეგიძლიათ მოусმინოთ. კარგით, შევთანხმდით, რო არ იყოს მე ესა, რო აი თქვა არ გააცნიოთ სხვა მეცადინეობები, ხომ? სად იქნება ატვირთული e-learning-ზე, ხო, ეს ლექცია? დიახ, e-learning-ზე იქნება. კარგით, მადლობა, კარგად დაგემშვიდობებით მაშინ. ხო, ახლა აქვე მადლობა, რომ მე ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რომ ეს აღვიქვათ. მე გეტყვით რისი გამოთვლაც არის საჭირო. დანარჩენად, ხომ? დანარჩენად. არ არის აუცილებელი ყველა ფორმულის ესე დაზეპირება. თუმცა მე ვფიქრობ არ არის ეს რთულიც ისედაც რო ისწავლოს ადამიანმა, რო იცოდეს ზოგადი ცოდნისას, მაგრამ ეხლა ესე გამოთვლას მე არავის არ მოვთხოვ, მე გეტყვით რისი გამოთვლაც არის საჭირო. ეხლა ნახეთ,
გარემოში იცვლება ეს ენტროპია. ეხლა თუ გარემოში იცვლება, გარემო შედგება ორი ნაწილისაგან, ხომ? სისტემა, ესე ვთქვათ, უბრალოდ საერთო ენტროპია შედგება ორი ნაწილისაგან, სისტემა და გარემო. ეხლა გარემოში ეს რო იზრდება, გვაქვს საწყისი მდგომარეობა და გვაქვს საბოლოო მდგომარეობა, ხომ? ანუ გვაქვს S1 და S2. ანუ ჩვენ, როდესაც რაღაცას ვახასიათებთ პროცესს, ვახასიათებთ ცვლილებით. და ეს ცვლილება, როდესაც ენტროპია იზრდება, მაშინ რა ხდება? ის არის პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში სითბოს ცვლილებასთან, რომელსაც ქვია ენთალპია. ანუ ეს არის ენთალპია, ეს არის მოლეკულაში აკუმულირებული სითბური ენერგია, ამ ბმებში აკუმულირებული სითბური ენერგია და ის არის პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში. რატომ? იმიტომ რომ თუ ეს სითბო ასევე არის ეს მოლეკულებში არსებული სითბო ჯამურად თუ იზრდება, მაშინ ენტროპიაც იზრდება. მაგრამ ის უკუ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ტემპერატურასთან. ეხლა რატომ? აი ტემპერატურასთან რატომ? ნახეთ. შევადაროთ ორი სისტემა. ერთი ცივი და მეორე თბილი. ანუ მეორე მაღალ ტემპერატურაზე. ნახეთ, მე რო აი თქვათ შევასრულე მუშაობა უკაცრავად არის რომ აი სადაც შევასრულე. თქვათ არის ყინულის სახლებს რო აშენებენ, ხო იცით? ეხლა შეგვიძლია უფრო გავაგრძელოთ, რადგანაც მარტოა. ყინულის სახლებს რო აშენებენ, ხო? აი მე რო შიგნით შევალ და იქ ვარ, ცხოვრობ, მუშაობ, რაღაცას ვაკეთებ. რა მოხდება საბოლოო ჯამში? ყინული დაიწყებს რას? დნობას. რატომ? იმიტომ რომ მე სითბო გავეცი, ეს სითბო ყინულმა მიიღო და ეხლა რა არის? რაც უფრო სისტემა ცივია, მე უფრო მეტი საშუალება მაქვს, რომ ჩემი სითბური ენერგია მას გადავცე. რა? ანუ ამის საშუალებით მე უფრო მეტი საშუალება მაქვს, რომ საერთო ენტროპიაზე უფრო ვიმოქმედო. ანუ მეტად გავზარდო ენტროპია. მაგრამ მეორე ვარიანტი ვთქვა, აი მუშაობ სად? რაღაცა ქარხანაში, მეტალურგიულ ქარხანაში. სადაც ვთქვათ არის სიცხე, ასხამენ, რა ქვია, ცხელ მეტალს და ასე შემდეგ, არის სიცხე. ეხლა იქ მუშაობენ, ის ხალხი ხო ყოფლიანდება. ანუ ხო ცხელად, ხო გამოსცემენ სითბოს, მაგრამ მათი სითბო ამ გარემოს სითბოზე ახდენს გავლენას? ნაკლებ გავლენას. ნაკლებად, ხომ? აი ამაზეა საუბარი, რომ თუ ტემპერატურა არის ისედაც დიდი, ხომ? აი მასზე ზემოქმედება, რომ ენტროპია გაიზარდოს, გარემოს ენტროპია გაიზარდოს, არის უფრო რთული. და თუ ტემპერატურა არის უფრო მცირე, ამ შემთხვევაში ენტროპია რომ გაიზარდოს, ჯამური ენტროპია უფრო ადვილია. გავიგეთ რას ვამბობ? და აი აქედან ამისი გამოხატვა არის ეს ფორმულა, რომ დელტა S-ი გარემოსი უდრის მინუს დელტა H, ეს არის ენთალპიის ცვლილება პირველი და ბოლო პოზიციაში, ანუ H2 მინუს H1 გაყოფილი ესე, უარყოფითი ნიშნით. ეხლა თუ ეს განსაზღვრეთ, რომ ესე არის, დაუბრუნდით წინა აი ამ განტოლებას, რა თქმა უნდა და ჩავსვათ მის მნიშვნელობას და ჩავსვათ რომ თურმე საერთო ენტროპია ტოლი ყოფილა სისტემის ენტროპიას გამოკლებული ენთალპია გაყოფილი აბსოლუტურ ტემპერატურაზე. თუ ჩვენ აი ამ განტოლებას გავამრავლებთ უკაცრავად მინუს აბსოლუტურ ტემპერატურაზე, ჯამურად მივიღებთ აი ამ ქვედა განტოლებას. ხო არ არის რთული თქვა ესე ლოგიკა? დამეკითხვა ხო არა გვაქვს ვინმეს? არა, რა ვიცი მე. კარგი. ეხლა აი როდესაც ეს განტოლება გამოიყვანეს, შემდგომში დაკვირვების შედეგად მიიღეს ესეთი მონაცემი, რომ ეს მინუს აბსოლუტური ტემპერატურა გამრავლებული დელტა S საერთოზე უდრის დელტა G-ს. ეხლა რა არის დელტა G? დელტა თვითონ იცით რომ ნიშნავს ცვლილებას. ანუ G2 მინუს G1. დელტა T ნიშნავს T2 მინუს T1. ეხლა ეს დელტა G G ასო თვითონ გამოხატავს მეცნიერის სახელს, მე გვარს უფრო სწორად
რომელიც იყო გიფსი, რომელმაც დაახასიათა ეს და ეს არის ენერგიის ფორმა, რომელსაც უწოდა თავისუფალი ენერგია. ანუ ეს არის ენერგია, რომელიც ასრულებს მუშაობას. და ის გამოიხატება ესეთ ერთეულებში, როგორც არის ჯოული მოლზე. მაგრამ როდესაც დააკვირდნენ სხვადასხვა რეაქციებს და სხვადასხვა მოლეკულებს, ნახეს რომ ეს ენერგიის თავისუფალი ენერგიის ცვლილება არის საკმაოდ დიდი, ანუ რიცხობრივად დიდი. შეიძლება იყოს 30000, 50000, 400000. ამიტომაც აიღეს მისი ესე ვთქვათ, ათასობითი ფორმა, ეს არის კილოჯოული გაყოფილი მოლზე, ანუ კილოჯოული მოლზე. ანუ ან კილოჯოული მოლი მინუს 1 ხარისხი, ხო? ანუ ეს არის თავისუფალი ენერგიის ცვლილება, რომლის ერთეული არის კილოჯოული მოლზე და ეს გვეუბნება ჩვენ რეალურად რომ თვითონ თავისუფალი ენერგია უდრის, ესე იგი რას? სისტემის ენთალპიის ცვლილებას გამოკლებული აბსოლუტური ტემპერატურა გამრავლებული სისტემის ენტროპიის ცვლილებაზე. აი ეს არის განტოლება, გიფსის განტოლება, რომელიც ახასიათებს თავისუფალი ენერგიის ცვლილებას. ეხლა ჩვენ თუ დავაკვირდებით, დავაკვირდეთ ხო აი ამას, ნახავთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის თავისუფალი ენერგია მცირდება, როდესაც ენთალპიის ცვლილება არის ნაკლები აი ამ ნამრავლზე. და ნამრავლზე ნაკლები რას ნიშნავს? რომ აბსოლუტური ტემპერატურა ხო არ იცვლება. რა იცვლება? ენტროპია რა? ანუ აბსოლუტური ტემპერატურა უცვლელია. დიახ. თუ ეს არის ნაკლები ამაზე, მაშინ იცვლება ენტროპიის ცვლილება, ხო? ანუ როგორ არის? ეს არის დიდი. ესე იგი რა ხდება? რომ საერთო ჯამში სისტემის ენტროპია იზრდება და თუ სისტემის ენტროპია იზრდება, გარემოს ენტროპიაც შესაბამისად უნდა გაიზარდოს. რატომ? იმიტომ რომ ამას თუ დაუბრუნდებით, ნახეთ, სისტემის ენტროპია თუ დიდია, რა თქმა უნდა, გარემოს ენტროპიაც შეიძლება გაიზარდოს, საერთო ენტროპია საერთო ჯამში გაიზრდება. ეს. და აი ამ შემთხვევაში თუ მცირეს გამოვაკლებთ დიდს, მივიღებთ რომ ეს თავისუფალი ენერგიის ცვლილება არის 0-ზე ნაკლები. აი თუ ეს პირობა სრულდება, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, რომ ეს რეაქცია წარიმართოს სპონტანურად. რატომ? იმიტომ რომ ენთალპია რა დროს მცირდება? როდესაც სითბოს გაცემა ხდება, ხო? არა? მომყვებით თუ ვეღარ მომყვებით? კი, მე გისმენთ მოდათ, დიახ. არა, მარტო გუგაზე არა საუბარი. გისმენთ კი. არა, გისმენთ თუ მომყვებით, ეგ მაინტერესებს. კი, გასაგებია. ხო, ანუ არ მოგერიდო თუ კითხვა გაქვთ. ესე იგი, რა მე თუ მუშაობა შევასრულებ, მე ხო სითბო გავეცი. საიდან გავეცი ეს სითბო? რაღაცა ბნები გაიხლიჩა, ხო? ანუ ჯამურად ხო ენთალპია შემცირდა. ეს ენთალპია რო შემცირდა, გარემოს ენტროპია გაიზარდა. ესე იგი, ამ დროს შევასრულებ მე მუშაობა. ანუ სხვა დროს მუშაობას მე ვერ შევასრულებ. აი ასეთ მომენტს, როდესაც ენთალპია მცირდება და ენტროპია იზრდება და ჯამურად თავისუფალი ენერგიის ცვლილება არის 0-ზე ნაკლები, უწოდებენ სპონტანურ რეაქციებს. ესე იგი, ეს რეაქციები არის თავისთავად შესაძლებელი. ანუ თავისთავად შეიძლება წარიმართონ. იმიტომ რომ მათ აქვს შინაგანი ენერგია, რომლის გაცემაც შეუძლიათ გარემოსთვის. თვითონ შეიძლება მოწესრიგდე. და სამაგიეროდ გარემოში ენტროპიას გაზრდა. მაგრამ ეს რეაქცია თვითონ შესაძლებელია იყოს სპონტანური. ანუ მათ გარედან არანაირი ზემოქმედება, სითბოს მიღება არ ესაჭიროება. აი თქვენ ხედავთ. ნახეთ, რა არის? ეს არის ნახშირბაცსა და ნახშირბაც შორის ბმა. მისი ენერგია არის 356 კილოჯოული მოლს. ნახეთ, ეს არის ძალიან მტკიცე კოვალენტური ქვია, ხო ამ ბმას, კოვალენტური ბმა. ანუ მისი გახლეჩისათვის ჩვენ გვჭირდება
იგივე ენერგია ან იმაზე მეტი. ამიტომაც ეს არის მტკიცებმა და ანუ თერმოდინამიკიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ესა თუ ის მიზიდულობა, ესა თუ ის კავშირი ორ ელემენტ შორის არის მტკიცე თუ სუსტი. და თქვენ იცით, რომ ქიმიური ბმები იყოფა ორ ნაწილად, ხო? ესე ვთქვათ, მტკიცე ქიმიური ბმები და სუსტი ქიმიური ბმები. აღმოჩნდა, რომ მათ შორის განსხვავება არის ზუსტად მის ენერგიაში. ანუ რაც უფრო მეტია მის ენერგია, მისი გახლეჩა უფრო შეიძლება რთული იყოს და რაც უფრო მცირეა მის ენერგია, მისი გახლეჩა უფრო ადვილია. ანუ მით უფრო ნაკლები მუშაობა საჭირო, მით უფრო ნაკლები სითბოს მიწოდება საჭირო, რომ ეს ბმა გაიხლიჩოს. გავიგეთ, სად მოვედით? ანუ ესე იგი სამყაროში რანდომულობის ზრდა არის საფუძველი იმისა, რომ ამ მოლეკულებში რაღაცა რეაქცია წარიმართოს, მაგრამ სადაც არის აი ეს კოვალენტური ბმა, იქ ეს ბმა თავისთავად ვერ გაიხლიჩება. მას დამატებით სჭირდება რამე. ეს რამე არის ხშირად ფერმენტები ბიოლოგიურ სისტემაში. მაგრამ რაც შეეხება წყალბადურ ბმას, მას ხშირად არ ესაჭიროება. ნახეთ 4-დან 13 კილოჯოულ მოლამდეა, მაგრამ ზოგიერთი არის 418 კილოჯოული. ანუ ამას სჭირდება გარკვეული დამატებითი აგენტი, რომელიც ამას კატალიზატორი, რომელიც გახლებს. მაგრამ რომელსაც დაბალი აქვს 4 კილოჯოული, ის უბრალოდ მოლეკულები ერთმანეთს ცოტა დასცილდებიან და ეს ბმა გაიხლიჩება. ვან დერ ვალსის ძალებზე ხო ლაპარაკი წადმით. ეს არის ძალიან სუსტი ძალა, რომელიც დამოკიდებულია, როდესაც ახლოს არის მოლეკულები ერთმანეთთან, ყარია, როგორც კი დააცილდებენ ერთმანეთს, ისინი ეს კავშირი დაირღვევა. ეხლა თვითონ აი ეს არის კოვალენტური ბმა არის ძლიერი ქიმიური ბმა. მაგრამ კოვალენტური ბმა შეიძლება იყოს ორი ფორმის, პოლარული და არაპოლარული. აღმოჩნდა, რომ აი ზუსტად ეს პოლარობა და არაპოლარობა დამოკიდებულია ამა თუ იმ ელემენტის ანუ მონაწილე ელემენტების ელექტროარყოფითობაზე. აი ნახეთ, ფტორსა და წყალბადს შორის ელექტროარყოფითობა არის ძალიან განსხვავებული. ამიტომაც ეს არის პოლარული, ანუ ელექტრონული ღრუბელი გადაწეულია ფტორისაკენ. ხოლო ორ ჟანგბადს შორის ელექტროარყოფითობა არის თანაბარი. ამიტომაც ეს რა თქმა უნდა არის არაპოლარული ნაერთი. ანუ რა თქმა უნდა მასში არანაირი პოლუსი არ არის. და როდესაც განსხვავება იქ ნახეთ ნატრიუმსა და ქლორს შორის. ელექტროარყოფითობა არის განსხვავებული, მაგრამ ასევე ზომა არის განსხვავებული. ქლორი არის საკმაოდ დიდი, ნატრიუმი არის უფრო მცირე. და ის ართმევს ელექტრონს უკვე. ართმევს ნატრიუმის ელექტრონს და ხდება იონიზაცია. ანუ მათ შორის არის იონური ბმა და წყალხსნარებში ისინი იონიზირდებიან. ანუ თქვენ იცით, რომ სუფრის მარილი წყალში რო ჩააყარო, გაიხსნება, იონება დაიშლება. ეხლა ამას ემატება ესეთი ბოდიში გიხდით რაღაცა ცოტა, იმიტომ რომ შესავალი ნაწილი რო იყო, ამიტომ ცოტა გაიწელა ეს, მაგრამ მაინც მინდა რომ ეს საკითხები ჩვენ გავიაროთ და განვიხილოთ. ეხლა ეს მეცნიერი ბრძანდებოდა გიფსი, რომელმაც როდესაც დააკვირდა რეაქცია არის A+B, C+D, ანუ ესენი არიან მორეაგირე ნივთიერებები, ესენი არიან პროდუქტები. როდესაც დააკვირდა ამას, ნახა, რომ თვითონ რეაქციის თავისუფალი ენერგიის ცვლილება არის დამოკიდებული მორეაგირე ნივთიერებებისა და პროდუქტების კონცენტრაციებზე, ესე ვთქვათ, წონასწორულ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ აი ეს არის დისოციაციის კონსტანტა წონასწორულ მდგომარეობისათვის და ის დამოკიდებულია პროდუქტების კონცენტრაცია შეფარდებული რეაქციაში მონაწილე მორეაგირე ნივთიერებების კონცენტრაციაზე. ეხლა, როდესაც ჩვენ აი ამას შევხედავთ, მივხვდებით, რომ რაც უფრო დიდია პროდუქტის კონცენტრაცია, მით უფრო მცირეა მორეაგირე ნივთიერებების კონცენტრაცია. ანუ მით უფრო რეაქცია გადაწეულია მარცხნიდან მარჯვნივ. ამიტომაც ამ დროს, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი ბევრად მეტია, ანუ ეს K წონასწორული ბევრად მეტია 0-ზე, ბევრად მეტია 1-ზე.
და აი ამ დროს, რა თქმა უნდა, თუ ეს არის მეტი, მაშინ აი ამ ფორმულით, რომელიც არის თავისუფალი ენერგიის ცვლილების დამატებითი ფორმულა, რომელიც გიბსმა თავისი დაკვირვების შედეგად შეიმუშავა, რომელიც უდრის სტანდარტულ თავისუფალი ენერგიის ცვლილებას, ეს არის სტანდარტული ნიშნავს, როდესაც ყველაფერი არის 1 მოლი, როდესაც არაფერი სისტემაში არ იცვლება, როდესაც არის წონასწორული მდგომარეობა და როდესაც, რა თქმა უნდა, ამათი განაყოფი უდრის 1-ს და მისი ლოგარითმი უდრის 0-ს. და თავისუფალი ენერგიის ცვლილება უდრის სტანდარტულ პროცესში თავისუფალი ენერგიის ცვლილებას დამატებული გაზური კონსტანტა გამრავლებული აბსოლუტურ ტემპერატურაზე და ნატურალური ლოგარითმი აი ამ Qc, რომელიც არის აი ეს დისოციაციის კონსტანტა წონასწორულ მდგომარეობაში. აი ეს რიცხვი, როდესაც თვითონ ეს არის 1-ზე მეტი, რა თქმა უნდა, არის 0-ზე ნაკლები. და თუ პირიქით, თუ მორიაგირენი ნივთიერების კონცენტრაცია უფრო მეტია ვიდრე თავად პროდუქტების კონცენტრაცია, პირიქით, მაშინ 1-ზე ნაკლებია ბევრად ეს კონსტანტა და მაშინ თავისუფალი ენერგიის ცვლილება არის მეტი 0-ზე. აი, როდესაც ეს ასე არის, ხო? როდესაც ეს ესე არის. იგივე ახსნა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ როდესაც ეს ესეა, მაშინ ეს რეაქცია შეიძლება წარიმართოს სპონტანურად. ანუ ეს რეაქცია გადახრილია მარცხნიდან მარჯვნივ. და თუ ეს ესე არ არის და პირიქით ეს უფრო მეტია ვიდრე ეს ნაწილი, მაშინ ეს რეაქცია არ მიმდინარეობს სპონტანურად და ეს არის არასპონტანური რეაქცია, ნაკლებად შესაძლო რეაქცია, რომელსაც ჭირდება დამატებითი დახმარება. გააქვს შეკითხვები? ეხლა რეაქცია. აი ამის მიხედვით, რაზე ვსაუბრობთ, ენერგიის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ხო? ენერგია. აი ამის მიხედვით, რომ არსებობს ორი ტიპის რეაქცია, ეგზერგონული და ენდერგონული. ანუ თუ იგივე რეაქციას აღვიქვამთ, G1, რა თქმა უნდა, არის ენერგია, პირველი მორიაგირენი ნივთიერების ენერგია ჯამური და პროდუქტების ჯამური ენერგია არის G2. თუ მე G2 მეტი მაქვს ვიდრე G1, ანუ პროდუქტების ენერგია უფრო ბოდიში ნაკლებია ვიდრე მორიაგირენი ნივთიერების ენერგია, მაშინ რა თქმა უნდა ამას მინუს ეს არის ნაკლები 0-ზე. ესე იგი თუ ეს ნაკლებია 0-ზე რა მოხდა? ენერგია შემცირდა, ხო? და თუ ენერგია შემცირდა, ეს ენერგია სადღაც ხო წავიდა, გამოიყო გარემოში. ამიტომაც ასეთ რეაქციას უწოდებენ ეგზერგონულ რეაქციას, ანუ ენერგიის გამოყოფა მოხდა. ეს იგივე პრინციპია, რაც ეგზოთერმული რეაქცია და ენდოთერმული. უბრალოდ იქ არის სითბოზე საუბარი მხოლოდ და აქ არის საუბარი იმაზე, რა ქვია, ენერგიაზე. და თუ პირიქით არის, მაშინ ასეთ პროცესს უწოდებენ ენდერგონულს, ანუ ამ დროს ენერგიის შთანთქმა ხდება, ენერგიის გამოყენება ხდება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ ენერგია მოიმატოს, ხო, G1 როგორ შეიძლება იყოს ნაკლები G2-ზე. ერთადერთ შემთხვევაში თუ მე ენერგია დავამატო, ხო? როგორ შეიძლება მე ვარ 30 კილო და გავხდე 40. უნდა ვჭამო, ხო? ანუ დამატებით უნდა მივიღო წონა, რომ გავიზარდო ჩემი საბოლოო წონა. აი და საიდან მივიღებ გარემოდან. აი ამ შემთხვევაში ეს, მაგრამ ეს რადგანაც უნდა მიიღო, ეს სპონტანურად ვერ წარიმართება, თვითონ ვერ წარიმართება. აი მაგალითად თქვენ ხართ სკამჩეს ძანდებით და ვერ დგებით. დაუხმარებთ. ვიღაცა უნდა დაგეხმაროთ, თუ არ დაგეხმაროთ, ხო ვერ ადგებით. აი ეს არის ენდერგონული რეაქცია. ანუ ის საჭიროებს გარკვეული ენერგიის მოხმარებას. მაგრამ მე ვზივარ სკამში, მაგრამ მე ხო შემიძლია ავდგო. იმიტომ შემიძლია ავდგო, რომ მე მაქვს ამის შესაძლებლობამისი შინაგანი ენერგია. და შესაბამისად ეს უკვე სპონტანურად შეიძლება ეს რეაქცია წარიმართოს. მაგრამ თერმოდინამიკა მე მაძლევს ინფორმაციას პირველი მიმდინარეობის, ესე იგი, პროცესის შესახებ, საიდან შეიძლება წავიდეს. შეიძლება ეს წავიდეს მარცხნიდან მარჯვნივ, შეიძლება ეს წავიდეს მარჯვნიდან მარცხნივ. ანუ შეიძლება ეს იყოს შეუქცევადი რეაქცია, თუ შეიძლება ეს იყოს შექცევადი რეაქცია. თუ დელტა G არის ახლოს 0-თან, მაშინ ეს რეაქცია შექცევადია. ესე იგი, წონასწორული მდგომარეობა. რამდენი ენერგიაც გამოიყოფა, იმდენი ენერგია შეტანილია. ანუ ეს შესაძლებელი.
და ეს არის მისი გამოხატვა გრაფიკული ფორმა. იგივე ეგზერგონული და ენდერგონული რეაქციები, ხო? აი ნახეთ, მორეაგირე ნივთიერების ენერგია, პროდუქტის ენერგია შემცირდა, იმიტომ რომ ენერგია გამოიყო და ენდერგონული მორეაგირე ნივთიერების ენერგია გაიზარდა, იმიტომ რომ ენერგია შთანთქმა მოხდა. იგივე არის სპონტანური და არასპონტანური რეაქცია. და მე ვფიქრობ, საბოლოო ეს არის ის ქიმიური ჯგუფები, ჩვენ გვექნება შემდგომში საუბარი ელემენტებზე და მე მინდა მოგახსენოთ, რომ სიცოცხლეს აქვს ნახშირბადოვანი აგებულება. აი თქვენ რო ნახავთ, ძირითადი ეს ელემენტი, რომელიც ყველა ამ ფუნქციურ ჯგუფში გვხვდება, ეს არის ნახშირბადი. თავისი თვისებებიდან გამომდინარე. რა თვისებები, როგორ ამაზე ჩვენ შემდეგში ვისაუბრებთ, უბრალოდ ამ ეტაპისათვის ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვიცოდეთ ესა თუ ის ჯგუფები რას წარმოადგენს, როგორ მოიხსენება, რა ჰქვიათ, რომ ეს შემდგომში ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება კურსის მიმდინარეობისას. და დიდი მადლობა ყურადღებისათვის.